სამყარო გვამზადებს ჩვენ მეოთხე განზომილებაში გადასვლისთვის. ანუ გვექნება სხვა ცნობიერება, სხვა აზროვნების სტილი და გვექნება აბსოლუტურად სხვანაირი დამოკიდებულება მათ შორის ერთმანეთისადმი. წამოვა მეტი გაფრთხილების ელემენტი, მეტი სიყვარულის, ღვთისადმი მიდრეკილების მეტი შესაძლებლობა და კოსმიური კანონების გახსნის პერიოდი მოდის. ამისთვის საჭიროა მეოთხე განზომილება. რითიც ჩვენ გვასწავლიან დიდი ოსტატები მაგალითად რომ პირამიდების ქვეშ ეგვიპტეში არის ცალკე ქალაქი, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ მესამე განზომილებიდან ცნობიერებისა მარტო ქვას ვხედავთ. და იმის ქვეშ რა არის, ეს უკვე მეოთხე განზომილება გვაძლევს ამ საშუალებას. აი ეს დრო მოვიდა, ჩემო კარგო, აპოკალიფსის ცვლილება. და როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის მზად და ვინ არა? სამყარო მესიცის, ჩემო კარგო, ვის რა მენტალური დონე აქვს და ვინ ამოწურა თავისი კარმული მისია ამ დონეზე და ამ გზაზე და ამ ეპოქაში. ამიტომ მოდის ახალი თაობა და თან რასაც ეხებოდა შენს კითხვას ნინო პლანეტების განწყობას, როცა ეს ყველაფერი მოხდა, ეს მაშინ მოხდა, იყო 25 დეკემბრიდან 10 იანვრამდე, აი ამ მომენტში მოხდა ზუსტად ამ ვაქცინის გაშვება, ანუ ეს არის მზის და მთვარის დაბნელებების შუალედი. შესაბამისად ასტროლოგია გვამცნობს, როცა რაღაცა იწყება პროცესი დაბნელებების დროს, ის აუცილებლად დასრულდება დაბნელების შემდეგი დაბნელების დროს. შემდეგი დაბნელება ჩვენ ველოდება ივნისში. ანუ ივნისის ბოლომდე არ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ შემცირდება აუცილებლად აპრილის ბოლოს, მაგრამ გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. საქართველოს ამბობთ, რომ ვინც გადავა შემდეგ ეტაპზე, ის იცხოვრებს ბედნიერად და გასაგებია წარმოედგინე ახლა შენ სალომე, წარმოედგინე რომ აი ამ პროცესებმა შეიძლება ისეთი ცვლილებები და უნდა შემოიტანონ თანდათან თქვენ ნახავთ მენტალიტეტი შეგვეცვლება. აი ახლა ქართველები როგორები გავხდით, დააკვირდით რა, არა ქელეხი, არა ქორწილი, არა ხელის ჩამორთმევა. უნდა კითხოთ კიდე, ანუ ეს დისტანციური ონლაინ სკოლა, ონლაინ შეხვედრები, გუშინ ჩემმა მეგობარმა ონლაინ დაბადების დღე დაიხადა და აი როგორ ფიქრობთ, თქვათ, აი დამთავრდა ეს ეპიდემია, მორჩა. აი როგორ იქნება? არა, ონლაინი ვერ შეგვიცვლის. ახლა დროებითი მოვლენა, იმიტომ რომ უშუალო კონტაქტი სხვა არის. ონლაინით მე რო გიყურო შენ ტელევიზორში სხვა ენერგეტიკა მოდის და ცოცხლად რომ საუბრობთ, ეს სხვა არის. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მაგრამ ის რომ ონლაინი უფრო მეტად იქნება გამოყენებული, რა თქმა ახლა ამაზე ხარ გამოვკეტავს უფრო მეტად სახლებში აი ეს არა, ეს დროებითი მოვლენა. ესეთ მოსაზრება გაჩნდა, რომ აი ახლა რომ თოვლი მოვიდა, თან ამხელა თოვლი, ესეც სწორედ ამ მოვლენის გამომოხდა ჩვენ როგორ ხშირად ყოფილა ის რომ დადებითია ეკოლოგიური კუთხით, რა თქმა უნდა ამას საუბარი, ხო? მაგრამ ეს არის შანსი, რომ კაცობრიობა ასე იცხოვრებს სულ. არა, ვერ იცხოვრებს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ეს გლობალური დათბობის პროცესის თანდათან ჩაჩუმდება თავისით ზედმეტი ტექნოლოგიების გარეშე. ყოველ 2000 წელიწადში ეს ხდება. როგორ ჩაჩუმდება გლობალური დათბობის? შეიძლება პოლუსები ისევ თავის ადგილზე დადგება და მორჩა ისევ ენერგეტიკა აღდგება. ეს 2000 წელიწადში ერთხელ ხდება მუდმივად. აი ეს მოვლენა დღეს არა, ეხლა რაც ჩვენ კორონავირუსზე რასაც საუბრობთ, ეს ცალკე მოვლენაა, ეს განსაკუთრებული მოვლენა. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ისპანკა გახსოვთ თქვენ, ეხლა გაგიგიათ 100 მილიონი ადამიანი წაიყვანა. მაგრამ ეხლა არის სხვა მასმედია, სხვა ტექნოლოგიები, ჩვენ უკვე მთელ სოფლიოში ვიგებთ რა ხდება და ამიტომ პანიკის მომენტები მას შორის მასმედიის გასუქების შედეგად უფრო მეტია. ეხლა ერთი თხოვნა მაქვს. მე ვირუსებთან მიმუშავებ, იმიტომ რომ ბიოლოგი ვარ, ჩემი სპეციალობი და აი საინტერესოა პროფესიული. ერთ რამეს ვგრძნობდი, სულ ვაკვირდებოდი, სხვა შორის აი ლაბორატორიაში მუშაობდი ვირუსთან. 10 მეტრში იყო კარები. ვინმე შემოვიდო და ვირუსი მომენტალურად გრძნობდა. იცოდეთ, არის ცოცხალი ორგანიზმი. პირველ რიგში კარგად გრძნობს და იკვებება უარყოფითი ენერგიით. ამიტომ თხოვნა ყველას მიმართ. არავით არის შიში, არავით არის ზედმეტი პანიკა. ამაზე მოდის სწორედ ეს არის მე გეთანხმებით აბსოლუტურად. არა, ადვილი შეიძლება არ არის სალომე, მაგრამ ომისმინე უნდა შეუძახოთ ჩვენ თავს. ამიტომ ვართ homo sapiens, ხო? გონიერი ადამიანი რისთვის რომ ოპტიმიზმი დავნერგოთ, იოგებმა ჩვენ გვაჩვენეს, მათ შეეძლოთ რა? ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ. გადატანა კილომეტრობით ლოდებისა. მარტო მენტალური აზრის, ესე წარმოიდგინე, რას ნიშნავს მენტალური აზრის ძალა. და მით უმეტეს მასა თუ ჩვენ ერთად დავდგებით და გვექნება ოპტიმისტური განწყობა, განწყობის თეორია რა არის, სხვა კი არაფერი არის. მაგრამ საინფორმაციო ისე გაგიჟებს, ხო? ვირუსი ვერ გაგვეკარება, შემოკარგება. აი ეს მინდა ოპტიმიზმი წინა პლანზე, კი მესმის შიში არის, სინდრომი არის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვერიოთ, თუ ნებისყოფა გვაქვს, ძალა გვაქვს, გვინდა გადავრჩეთ. მაგრამ განწყობის თეორიის მე ძალიან მჯერა ბატონო. მეც აი ძალიან არ მიყვარს ადამიანები, როდესაც აი ნეგატიურ ინფორმაციას მაწვდიან, რომ აი ეხლა რა გვეშველება, აი ამის თქმა მინდოდა, იმ სამყაროში, როდესაც
ამხელა აგრესიაზეა აწყობილი ნებისმიერი ინფორმაცია სოციალში, ბულინგზე, დაცინვაზე, რაღაც საშინელებებზე, ხო, დამცირებაზე. რანაირად უნდა დაძლეო ადამიანმა? ანდრე, იმიტომ რომ ამის ნაწილი ხარ, უკვე გინდა არ გინდა. იმიტომ რომ შენ თვითონვე მიხვალ, შენ თუ ხარ ადამიანი, რომელიც ამით საზრდოობ, დედამიწა უკვე შენ კარნახობს, რომ შენ მეტი თვითშეგნება გამოიჩინო და ტრანსფორმაციას მიეცე. ესაა ჩემი პასუხი. ბატონ მიხეილ, ბოლოს მინდა გკითხოთ ესეთი რამ თქვენი არა მარტო ასტროლოგიური განმოსახედიდან, როგორც მოქალაქის ერთი ადამიანის, ესე ვთქვათ, ხედვა, პოზიცია, როგორი სამყარო იქნება იმის შემდეგ, როდესაც დედამიწა ამ ძალიან კარგი. დაამარცხებს. გაჭიროება დაგვიხატეთ ცოტა. აერთიანებს ადამიანებს გაჭიროება, ეს პროცესი დაიწყება. თან იცვლება გონება სხვა დონეზე ადის, უფრო მაღალზე, ანუ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება უფალს, უფრო ახლო იქნება ჩვენთან. ერთმანეთთან შეკავშირების ტენდენცია მარტო სუფრაზე კი არ დარჩება გაუმარჯოს. ანუ გავყვება ჩვეულ ცხოვრებაში. დავიწყებთ შეგრძნებას. ანუ ტკივილი გვაერთიანებს ყველას, ტკივილი გვაიძულებს, რომ გვერდ-გვერდ დაუდგეთ. ვიყოთ უფრო ოპტიმისტები და დავაფასოთ თითოეული წუთი ამ ქვეყნიერებისა. აი ეს იქნება შემდგომ.